Განვზოდ გამოშვებას ნარკომანია და ნარკომანების სენი, რომელსაც საქართველოში კომპრომისო ბრძოლა უკვე დიდი ხანია გამოუცხადეს, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ნარკომანთათვის ისევ მოსახერხებელი თავშესაფარია. ვიდეო მასალა, სადაც ნარკომანები ნარკოტიკულ საშუალებას თავად ამზადებენ და იკეთებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები ივანიშვილის კოალიციის წევრები აღმოჩნდნენ. ვიდეოს გავრცელებამდე ოცნების წევრები მათ პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევდნენ. დღეს კი ოცნების წევრები აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეო მასალა მათ შეკითხვების ხასიათზე აყენებს. პირდაპირ ამბობდა, რომ დარწმუნებულია, რომ ჩაუდეს ეს ნარკოტიკული ნივთიერება ამ ადამიანს, ისევე როგორც ვიქტორ დოლიძე გამოთქვამდა ამ ვარაუდს. თუ ნებას მოგცემთ, მე გაჩვენებთ ვიდეოს, თქვენ ალბათ პრეს-ცენტრ ბრძანდებით, პრეს-სპიკერი ბრძანდებით და ნანახი გექნებათ და სხვადასხვა მინდა გითხრათ, რომ არ მაქვს ნანახი, მაგრამ ჩემთვის არავითარ სურვილი არ მაქვს ნახოს. ამ კადრების ნახვის შემდეგაც რამდენად შესაძლებელია, რომ ქართულმა ოცნებამ ამის შემდეგ თქვას, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით დაკავება და ამ ადამიანს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. ნაციონალური მოძრაობის რიგებში ვისი ინიციატივითაც სწორედ ასეთი ფარული გადაღებები ხდება, ასევე იყვნენ მსგავსი პრობლემის მატარებელი ადამიანები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელისუფლების და ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით არანაკლებ შთამბეჭდავ კადრებს მივიღებდით. არადა საქართველოს მთავრობის პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოში ნარკომანია 32%-ით შემცირდა, ხოლო ის, ვინც მაინც გარისკა გისოსებს მიღმა ან სამსახურიდან გათავისუფლებული აღმოჩნდა, მათ შორის იყვნენ ძალოვანი უწყების თანამშრომლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ნარკოტიკული საშუალებების კანონშეძენა შემოქმედაზე დაკავებული იქნა ძველი თბილისის სამართალო სუდის ინსპექტორი გამომძიებელი გიორგი ყელაშვილი. ეს არის ჩვენი წევრი? ცუდი იქნება თუ დაავადებულების სეგრეგაცია დაიწყება იმ ნიშნით ჩვენი მომხრეა თუ ნაცისტების მომხრე არის. ეს იქნება ცუდი ნიშანი. თქვენ ალბათ მომსწრებ ბრძანდებით გამგებლების მინისტრის მოადგილების დაკავების ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მხრიდან, როცა ისინი ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებლები იყვნენ დამეთანხმებით. შემდეგ ეს ადამიანები ხელისუფლებას არ დაუცავს, რომ პოლიტიკური მოტივით დააკავეს. ჩემი შეხედულებით ეს ავადმყოფი ადამიანები არიან, დაავადებული ადამიანები არიან. კრიმინალური გზით ამ ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა არ მიმაჩნია ძალიან ეფექტური. რამდენად მოგწონთ ის, რომ ნარკომანი უნდა იყოს პოლიტიკაში და მით უმეტეს თქვენ გუნდში აღმოჩნდა? ნარკომანი ჩვენს გუნდში არ არის, ჩვენ გუნდად მე მოვიაზრებ იმ ხალხს, რომელიც მუშაობს აქ ამ შენობაში, რომლებიც არიან ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები. ფანჯიკიძემ გიორგი გოგოხია უარყო. არ უარყვია მაჟორიტარები მისი გუნდიდან, რომელთაც დღეს CSKO-ში დასარეგისტრირებლად სწორედ ნარკოლოგიური ცნობის აღება მოუწიათ. ამ კადრების ნახვა ზურაბ აბაშიძისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და რთულად გასარჩევი თუ რას ჩადის ქართული ოცნების აქტივისტი. აი ასე იქცევა, ანუ რას ეკეთებს? ჟარგონულად რო ვთქვათ, ფეხში იჭხირავს. საინტერესოა. საინტერესოც კი არ აღმოჩნდა ეს ვიდეო დავით ქეფხიშვილისთვის. მაჟორიტარობის კანდიდატ იურისტ სპორტსმენს არ გაჭირვებია ნარკოლოგიური შემოწმება გაევლო, თუმცა გაუჭირდა რამდენიმე სიტყვა გამართულად ეთქვა. არ მაქვს ინფორმაცია. აი, აქ გაჩვენებ. გასაგები, მაგრამ არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია. და შენ როგორ შეაფასებ საქციელს, როცა ადამიანი არის? არ ვიცი, ნებისმიერი ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის, რა თქმა უნდა, ნარკოლოგიური თუა, ნარკომანი არ ვიცი. იცის, რომ საინტერესოა. შენ ისე ჯობია ყურებზე გადამოვიდა. გასაკვირი იყო ვახტანგ ხმალაძის პოზიცია. ნარკოტიკების მომხმარებლების პოლიტიკურ აქტივობაში უცნაურსა და სასირცხვილოს ის ვერაფერს ხედავს. ნარკოტიკების მომხმარებელს აქვს, ის არის ავადმყოფი, მას სჭირდება მკურნალობა. მკურნალობა რო ჭირდება ისეთი ადამიანი პოლიტიკურად აქტიური უნდა იყოს. კიდევ გეუბნებით, გააჩნიათ. თუმცა ხმალაძეს გიორგი გოგოხიას დაკავება პოლიტიკური მოტივით არ აუხსნია. სოზარ სუბარისა და ვიქტორ დოლიძისგან განსხვავებით, ვინც დღეს ნარკოლოგიურ ინსტიტუტში შემოწმებაზე არ გამოჩენილან. და მე მოუწოდებ ხელისუფლებას. ისევე როგორც მოუწოდებ უწყებათა შორის კომისიას და მის ხელმძღვანელს გიგა ბოკერიას მიხედოს ამგვარ ფაქტებს და მისცეს ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება და თავისუფალი პოლიტიკური წამსის დაფიქსირების საშუალება. ვიცით, რომ ადამიანს აი ესე უტიფრად ჩაუდეს ჯიბეში შპრიცი, ამოუღეს და უთხრეს, რომ თქვენ გაკავებთ აი ამ ბრალდებით. და მან მიიღო ტენდენციის ხასიათი. პოლიტიკური მოტივით ხსნიან ივანიშვილის ფულით ნაკვები ტელევიზიები ნარკომანი მობილური ჯგუფის ხელმძღვანელის დაკავებას. როგორც დაკავებისას გაირკვა მას ნარკოტიკის მოხმარებაში ან შენახვაში ადანაშაულებენ. მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და ნარკოტიკის სწორედ სამართალდამცველებმა ჩაუდეს.
როცა Info9 და მე9 არხი ასეთ საინფორმაციო პროპაგანდას ეწევა, მაია ფანჯიკიძე ფოტოაპარატის წინ პოზირებს. კარგ ხასიათზეა და გამარჯვების სადღეგრძელოს Real TV-ს კამერასთან წყლით სვამს. გაუმარჯოს, აქედან იღებს ხოლმე.